როდესაც ვუყურებ მაგნიტოფონს, ის ასახავს ნამდვილ დროს. როდესაც დიდი ბიზნესი და ფული ცხოვრების აზრს არ წარმოადგენდა. როდესაც ადამიანებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი. კეი ადამსი. სანამ iPod, MP3 და CD პლეიერები იარსებებდა, იყო მაგნიტოფონი. თუმცა ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. 1898 წელს, როდესაც ინჟინერმა ვალდემარ პოლსონმა პირველად ტელეგრაფონი დააპატენტა. ინჟინერს არც კი წარმოედგინა, რომ ამ აპარატს რაიმე სერიოზული დანიშნულება შეიძლებოდა ქონოდა. მას მხოლოდ სურდა მეგობარს გახუმრებოდა და ჩაწერილი ექოთი შეეშინებინა. თუმცა ვალდემარი მალევე მიხვდა, რომ მისი გამოგონება მხოლოდ ხუმრობა არ იყო. 1900 წელს პოლსენის ტელეგრაფონმა გრან-პრი აიღო. მანამდე კი 1877 წელს ალექსანდერ გრამ ბელსმა ხმის ჩამწერი ახალი აპარატი გრამაფონი გამოიგონა. გამოგონება ტომას ედისონის მიერ შექმნილ ფონოგრაფს ეფუძნოდა. თუმცა გრამაფონს არა მარტო ხმის ჩაწერა, არამედ მისი კოპირება და ხელმეორედ გამეორება შეეძლო. აპარატზე ლენტისაგან დამზადებული ფირფიტები იდებოდა და ნემსის საშუალებით გრამაფონი მასზე ჩაწერილ ხმას კითხულობდა. 1927 წელს პოლსენის გამოგონების მიხედვით გერმანელმა მეცნიერმა ფეიმერმა სრულიად ახალი სისტემა შექმნა. მან ფოლადის მაგივრად ქაღალდის ლენტი გამოიყენა და ამუშავა სრულიად ახალი აპარატი, სახელად მაგნიტოფონი. 1979 წელს მაგნიტოფონის წარმოება კასეტების შემქმნელმა კომპანია Philipsმა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიამ შეცვალა ფირიანი მაგნიტოფონები კასეტით და მისი გამოყენება ბევრად მოსახერხებელი გახდა. კასეტიანი მაგნიტოფონები 1970 წელს იაპონიაშიც გამოიგონეს, თუმცა ბევრად უფრო პატარა და კომპაქტური. ახლა მისი ტარება ყველა თინეიჯერის ახალ ოცნებად იქცა. An impossible fact, man's fooled like a mime act. მაგნიტოფონის გამოყენებით ქუჩები ქაოსმა მოიცვა. ამბობენ, რომ მაგნიტოფონის გარეშე რეპის, ჰიპ-ჰოპის, R&B-ის და სხვა ურბანული მუსიკალური ჟანრების განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. მაგნიტოფონს არა მარტო მუსიკაში, არამედ ცეკვის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამ დროს დაინერგა ცეკვის ისეთი ჟანრები, როგორიცაა ქუჩის ბალეტი, freestyle, breakdance და სხვა. Can see right through it with a glassy stare. Hit the smash without giving a care. Keep it I need a dollar, that's what I need. Hey, hey, well I need. Დასთან ასოცირდება თქვენთვის აი ეს მაგნიტოფონი? მუსიკა. უშუქობასთან და ელემენტებთან. რა გახსენდებათ ძირითადად აი ესეთ მაგნიტოფონს რო უყურებთ? აი ძველი დრო მახსენდება. თქვენ გქონდათ ესეთი? მე მქონდა როგორ არ მქონდა. და რა ჟანრის მუსიკას უსმენთ ძირითადად? რა ვიცი, პოპს. ბიტლებს, როლინგ სტონებს და ზეპელინებს. რასაც ჩაწერდი ახლა კაკ სიმღერას ყველა კარგი იყო, ბონიემი მომწონდა მაგალითად. რა ხატია აქ, ხო არ იცი, აი? მუსიკა, მაგნიტოფონი.
და გქონდა ესეთი სახში გახსოვს თუ არ გახსოვს? Honda. ეხლა აღარ მაქვს. ტექნიკა ვითარდებოდა, ჩემი ეს ნორმალური და კარგია, რომ ეხლა ამ ხელოვნების ტარება არ გიწევს ხელით და გაქვს iPod-ი, ან თქვა რაღაც სხვა საშუალება და უსმენ მაგით მუსიკას, სადაც გინდა, როცა გინდა და როგორც გინდა. მე ახლანდელი ტექნიკა მრჩენია. მაგნიტოფონმა ფუნქციონირება 90-იანი წლების ბოლოს შეწყვიტა, როდესაც ბევრად უფრო კომპაქტური CD და MP3 პლეიერები გამოჩნდა ბაზარზე. შეიცვალა მუსიკალური გემოვნება და აღარავის ახსოვდა 80-90-იანი წლების ქაოსი ქუჩებში. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ემახსოვრებათ ჩვენ შვილებს მაგნიტოფონის არსებობის შესახებ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ისინი ვერასოდეს მიხვდებიან, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს ფანქარსა და კასეტას შორის.